დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ და გვიყურებთ. თეორემას მეორე ნაწილის თემა არის მთავრობის დადგენილება, რომელიც სხვა მედიცინის სხვა დარგებთან ერთად სტომატოლოგებს აკისრებს დამატებით რეგულაციებს. თეორემას მეორე ნაწილის სტუმრები არიან თამუნა ყურაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბატონი ანდრია ურუშაძე, პოლიტიკური ანალიზის ცენტრი და აქ უნდა აღნიშნო, რომ ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინისტრი ბრძანდებით, თქვენ შემთხვევაში მოკლედ ვიტყვი ამას. ქალბატონი ანა არგანაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის და ქალბატონი მარიამ ჯაში, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. დიდი მადლობა რომ მობრძანით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, იმიტომ რომ მთავრობიდან იშვიათად ინებებენ ხოლმე დაბოლოში მოსვლას. და პირველი კითხვა ქალბატონ ანასთან მექნება, როგორც ვიცით, გარკვეული რეგულაციებით იწვირთება სტომატოლოგთა ბიზნესი. მე მინდა ყურადღება გავამახვილო, არ შევეხო თქვათ იქ რაღაცა სანიტარულ სტანდარტებს და ასე შემდეგ, თქვათ სტერილიზაციას, იქ ისეთ თემებს, რაც თქვათ HIV-ის, შიდსის და ასე ჰეპატიტის გავრცელებას შეუწყობს ხელს. მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში განვიხილოთ ორი ტვირთი, რაც დაეკისრა ამ დადგენილებით სტომატოლოგიურ ბიზნესს. ეს არის პანდუსების თემა და ეს არის ფართის თქვათ რაღაცა კრიტერიუმი. ქალბატონო ანა, სახელმწიფოსაც აქვს ვალდებულება უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სერვისის, ნებისმიერი სახელმწიფო სერვისის. რამდენად გართმეული აქვს თავი და რამდენად შესრულებული აქვს სახელმწიფოს უკვე ეს ვალდებულება? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თემის წამოწევისთვის. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ დაახლოებით 4 დღის წინ ძალაში შევიდა გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების პირთა კონვენცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის მთელი ქვეყნისთვის უკვე სავალდებულოა ფიზიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ აქამდე ეს უზრუნველყოფილი იყო ალბათ არ ვიცი რამდენი პროცენტით, ძალიან დაბალი პროცენტით ვერაფრით ვერ იქნება ეს დამაკმაყოფილებელი. თუნდაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ ერთეული შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში უმაღლეს განათლებაზე საერთო არ ვლაპარაკობ. ძალიან ცუდად არის ამ მხრივ მდგომარეობა. ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, რაც დადგენილებით იქნა მიღებული, ჩემთვის არის ძალიან მისასალმებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, იქ არის ძალიან ბევრი საკითხი. პირდაპირ გეტყვით, რომ მე როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ვითხოვ მეტს, ვიდრე იმ გადაწყვეტილებაშია. თუმცა მე მესმის, რომ ეს უნდა იყოს ძალიან რაციონალურად მოწოდებული, კონვენცია გვთავაზობს გონივრული მისადაგების პრინციპს და პროგრესული რეალიზაციის პრინციპს. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ მე მაქვს მთელი სია, რა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, არა მხოლოდ გარემო, არამედ გადამზადებული სპეციალისტები იქ, ჟესტური ენის თარჯიმანი, როდესაც სმენა დაქვეითებული მივა, იქ უნდა იყოს ანუ ეს ყველაფერი მესმის, ეს ცალკე თემა კიდევ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის რა უნდა იყოს ხელმისაწვდომი და რა არის დღეს ხელმისაწვდომი, პირობას გაძლევთ, რომ მე ამ თემასაც მივუძღვნი გადაცემას. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს სტომატოლოგიურ ბიზნესს რა დაემართება იმ შემთხვევაში, თუ ეს დადგენილება მართლაც შესრულდება და თუ არ შესრულდება, მაშინ რა აზრი ქონდა ამ დადგენილების შემოღებას საერთოდ. მაშინ, როდესაც ქალბატონ მარიამ თქვენთან მაქვს შემდეგი შეკითხვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს არ შეუსრულებია ჯერ თავისი ვალდებულებები და სახელმწიფო არ უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელთა ფულით იმას, რაც მას აკისრია, იმას, რაც მას ავალდებულებს, თქვათ იგივე ის კონვენცია, რომელიც 4 დღის წინ შევიდა ვადაში, თქვათ იგივე არ არის საჯარო სკოლები ხელმისაწვდომის შეზღუდული ერთეული შემთხვევებია, ქალბატონი ანა ამბობს, თქვათ რეგიონებში განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებში პრობლემებია და ასე შემდეგ. ის რაც არის, რატომ ვთხოვთ კერძო სტომატოლოგიურ კლინიკებს, რომ იყვნენ პაპზე უფრო კათოლიკეები და გააკეთონ ის, რაც არ გაუკეთებია სახელმწიფოს. თან 1 მაისამდე 14 თებერვლის თუ 13 თებერვლის დადგენილებაა და ვადა არის მიცემული 1 მაისამდე. აქ მაქვს 13 თებერვალს შევიდა ძალაში მთავრობის დადგენილება, 51 დადგენილება, რომელთაც განისაზღვრა სავალდებულო აუცილებელი, ესე ვთქვათ, სივრცის მოწყობის პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროტოკოლის
და კონვენციის რატიფიცირებით, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებით ძალიან სერიოზულად დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. რაც შეეხება რატომ დღეს სტომატოლოგიას ეს არ გახლავთ განკერძოებული ჯგუფი სამედიცინო სერვისის მომწოდებლების აბსოლუტურად ყველა დაწესებულებას მთავრობის დადგენილებით ევალება მინიმალური სივრცის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა გადაადგილებისთვის. რაც შეეხება ახალ რეგლამენტს, ჩვენ არა მხოლოდ სტომატოლოგიურ სამსახურებს, არამედ ზოგადად ამბულატორიული, ანუ პირველადი ჯანდაცვის რგოლის სტანდარტებშიც, რომელიც 2013 წელს იქნა მიღებული, ასევე არის გათვალისწინებული პანდუსებისა და ლიფტების უზრუნველყოფა. თუ კი ჩვენ ვაღიარებთ სახელმწიფო დონეზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და ხელშეწყობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, რომ ყველაზე ლოგიკური და ყველაზე ელემენტარული არის, რომ ეს ცვლილებები დავიწყოთ სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ პირველ რიგში ექიმებს გვევალება შესაბამისი სერვისების. კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს. სახელმწიფო დაზღვევა თუ ფარავს სტომატოლოგიურ მომსახურებას? სახელმწიფო დაზღვევა არ ფარავს სტომატოლოგიურ მომსახურებას, ეს გახლავთ სწორედ ის ნიშა, რომელიც არის დატოვებული კერძო სადაზღვევო სისტემების. კი ბატონო, მაშინ ერთი კითხვა მაქვს. როდესაც ვთქვათ, კერძო კლინიკებს ეკისრებათ რაღაცა ახალი ვალდებულება, რომელიც მათ უნდა გაწიონ, ბევრი მათგანი ამბობს, რომ ამას ამ ეტაპზე ვერ გაწვდება. ისინიც კი, ვინც გაწვდებიან, ბიზნესის ანაბანა ალბათ ყველას მოგვეხსენება, როდესაც რაღაც ხარჯს გაწევ, ეს აუცილებლად აისახება შემდეგ მომსახურების ფასში, იმიტომ რომ ეს უნდა ამოიღო. მაშინ როდესაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ადამიანს იმით, რომ თქვათ, არ უნაზღაურებს სტომატოლოგიურ მომსახურებას. და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც აუცილებლად გაუძვირებს მოსახლეობას აი ამ სერვისს. ვიზე ვზრუნავთ მაშინ ჩვენ? გასაგებია, რომ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა იმ სერვისთან, რასაც სტომატოლოგია ქვია, მაგრამ მეორე მხრივ, რატო აი ესეთი საყოველთაო ზომა, რატომ არ შეიძლება თქვათ ეს ყველაფერი განხორციელებულიყო ეტაპობრივად. გეტყვით, რატომაც გეკითხებით, ნებისმიერი ახალი რეგულაცია ყოველთვის წარმოშობს ხოლმე ეჭვს, ხომ არ დგას ამის უკან რაღაცა ლობისტური ინტერესი. აი ამიტომ გეკითხებით, სწორედ ახლა აი თქვათ, აი მე რაც მიდევს აქ ეს დოკუმენტი დადგენილება, აქ წერია სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე არანაკლებ 14 კვადრატული მეტრისა, ყოველ დამატებით სავარძელზე არანაკლებ 7 მეტრისა. სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს და ამ ჩამონათვალში მხოლოდ სტომატოლოგიის შემთხვევაში არის ეს. 2014 წლის 1 მაისიდან და 13 თებერვლის დადგენილება ეს თუ კი მოცეთ საშუალებას კი, უბრალოდ მინდა რომ ინფორმირება მოვახდინო მაყურებლისას, რაზე არის საუბარი. 2014 წლის 1 მაისიდან სტომატოლოგიური კაბინეტის ფართობი იზოლირებული სამუშაო სივრცე ეს უნდა მოხდეს 1 მაისამდე. იგივე ეხება პანდუსებს. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ? დავიწყოთ სამი ასე თქვათ თეზისით მინდა გიპასუხოთ ამ კითხვებზე. პირველ რიგში თქვენი ლოგიკით მაშინ და ჩავთვალოთ, რომ ის მთავრობის დადგენილება, რომელიც არის შემოთავაზებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, გააძვირებს აბსოლუტურად ყველა მომსახურებას, რაც კი შეიძლება შეხებაში მოდიოდეს, თქვათ, ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებთან. მეორე, საკითხი არის აბსოლუტურად უტრირებული, რადგან პანდუსები და მთავრობის დადგენილებით არის მოწოდებული არაერთი, ესე თქვათ, კონსტრუქციის ტიპის, თქვათ, არაერთი სპეციფიკაცია, რომელიც იქნება მისაღები, რომელიც არ მოითხოვს სერიოზულ, თქვათ, კაპიტალ დაბანდებებს და ამან არ უნდა გამოიწვიოს სერიოზული ზეგავლენა სტომატოლოგიური სერვისის ხარისხზე. და მესამე, 1 მაისი მთავრობის დადგენილებით 1 მაისს შედის ძალაში, მაგრამ ასევე მეორე მუხლში არის გათვალისწინებული გონევრული ვადა, ანუ გარდამავალი ეტაპი, რომელიც ეძლევა აბსოლუტურად ყველა სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელს, რომ მას შეტყობინება მოახდინა სტომატოლოგიის სერვისის დაწყების ან წარმოების და შესაბამისად წარმოადგინოს გონევრული ვადა, რომელიც მას დასჭირდება პანდუსების უზრუნველსაყოფად. ანუ ეს 1 მაისით ყველა წელი. ეს 1 მაისი იქვე წერია გონევრული ვადა სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ
ნებისმიერი ახალი კლინიკა, რომელიც დაიწყებს სტომატოლოგიური სერვისის მიწოდებას, მათ მოეთხოვებათ სავალდებულოდ აღნიშნული რეგულაციების დაცვა, ხოლო ის დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებდნენ მომსახურებას და არ ექვემდებარებოდნენ რეგულირებას, მოგეხსენებათ, რომ აბსოლუტურად კონტროლი არ წარმოებდა სტომატოლოგიურ მომსახურებასთან და მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად იქნება აღქმული როგორც საზოგადოებისგან, ასევე სამედიცინო პერსონალის მხრიდან. მათ მიეცემათ გონივრული ვადა, რომ შეასრულონ წარმოყენებული პირობები. რაც შეეხება ფართს, აქვე მოგახსენებთ, რომ ძალიან ფართით ცალკე განვიხილოთ, ჯერ პანდუსების თემა მოვიდეთ, ჯობია. უბრალოდ მე აგონივრული ვადა ვერ დავიკითხე, მაგრამ არა. თამუნას მინდა ვკითხო, ქალბატონ თამარ, თქვენ ბრძანდებით კლინიკის მე პატრონე, თუ შეიძლება ესე ითქვას, თუ არის რაიმე თუ შეუძლია ადამიანს კლინიკა გახსნას საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, მოაწყოს კაბინეტი, იმიტომ რომ თქვათ მე მაგალითად დიდი ხანი 7 წელი ცხოვრობდი სტრასბურგში, დავდიოდი საუკეთესო დანტისტთან, ეს დანტისტი ცხოვრობდა ძველი ესეთი რაღაცა სახლის მესამე სართულზე, იქ არ იყო არანაირი პანდუსი, მე ავდიოდი ფეხით, მასთან ლიფტიც კი არ იყო. თუ გაქვთ თქვენ ამისი უფლება არსებული კანონმდებლობით, რომ საცხოვრებელი სახლის მაგალითად მე-7 სართულზე გახსნათ კლინიკა. კანონი ამას არ ზღუდავს, მეც მოგესალმებით პირველ რიგში, როგორც წესი, სართულებთან დაკავშირებული შეზღუდვა კანონით არ არის გათვალისწინებული, ამიტომ სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა შესაძლებელია 2002 წლის შემდეგ. პირველი, რისი თქმაც მინდა, რომ სტომატოლოგია ეს არის მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა და 2002 წელს, როდესაც რეგულაციები შეჩერდა და ყველას შეეძლო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა, ვინც ამას მოისურვებდა და ის არანაირ შეტყობინებას არ ტოვებდა ჯანდაცვის სამინისტროში. ეს იყო მაშინ შესაძლებელია აუცილებელი, მაგრამ რაღაცა რეგულაციები ჩვენს დარგს აუცილებლად სჭირდება. ამიტომ ის რომ დღეს შემოვიდა ეს რეგულაციები, შესაძლებელია ეს მისასალმებელია, მაგრამ პირველი პრობლემა ის არის, რომ არანაირი კონსულტაცია სამედიცინო სტომატოლოგიურ საზოგადოებასთან არ მომხდარა. შემთხვევით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ შემთხვევით გაიგო ის, რომ სამინისტროს სახელმწიფოს შემოაქვს რეგულაცია და ეს ეხება თითქმის 80%-ს სტომატოლოგიური კლინიკების. მას შემდეგ, რაც ეს რეგულაცია გვაქვს 2 თვის ვადა ფაქტიურად იმისთვის, რომ ადამიანებმა კლინიკის მეპატრონოებმა გადააკეთონ კლინიკა, შეაჩერონ საქმიანობა, შემდეგ და ეს 2 ძირითადი პრობლემა, რაც არის, ეს არის ფართის და პანდუსების პრობლემა, უნდა მოვაგვაროთ 2 თვეში, როგორც აღმოჩნდა. რაც შეეხება თამარს, რას გამოიწვევს ეს? ეს გამოიწვევს პირველ რიგში იმას, რომ ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კლინიკას მოუწევს დახურვა ერთმნიშვნელოვნად, რომ ან გადააკეთოს არსებულ ფართში და დააკმაყოფილოს ეს ნორმა, ეს ორივე პანდუსის თემაც და ფართის თემაც, ან და ამ გადაკეთების შედეგად ის ადამიანები, ვინც მუშაობენ დავუშვათ 5 სავარძელზე კლინიკაში და იმ ფართში, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მხოლოდ 2 ან მაქსიმუმ 3 სავარძლის დადგმა იქნება შესაძლებელი, გაუშვას სამსახურიდან თანამშრომლები. ეს ეხება როგორც ექიმებს, ასევე დამხმარე პერსონალს, ასისტენტებს, ექთნებს და ასე შემდეგ. ისევ ქალბატონ მარიამს დაუბრუნდები და მე ბატონ სანდროსთან მექნება შეკითხვა. ქალბატონ მარიამ, თქვენ ახლახან ახსენეთ, რომ ეს არ იქნება რთული, არსებობს მრავალი გზა, რითაც შეიძლება ვთქვათ ამ დადგენილების მოთხოვნების დაკმაყოფილება, საუბარი არის პანდუსზე. თუ ეს არის ესეთი მარტივი, მაშინ ვთქვათ, აი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როდესაც ვთქვათ, ხელისუფლება შეუდგა საქმიანობას ახალ ხელისუფლებას საუბარი თორემ წინა გასაგებია, რომ ვთქვათ, შეიძლება ცუდი ვიყავით თქვენ. რატომ არ მოგვარდა წელიწად-ნახევარში ეს პრობლემა და რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ კერძო პირები ამას მოაგვარებენ 2 ნახევარში თებერვლის ბოლო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 1 მაისი ეს არ არის, ასე ვთქვათ, კატეგორიული ვადა, არის გონივრული ვადა ჩადებული და გათვალისწინებული და საკმაოდ მოქნილი მექანიზმი იქნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი რეგულირების სააგენტო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია,
აბსოლუტურად ორიენტირებულია არასასანქციო რეჟიმზე, არამედ კოლეგიალურ დახმარებაზე და რეალურად ხელშეწყობაზე ჩვენი კოლეგების რო ხარისხიანი სერვისი მივაწოდოთ. ამდენად მაქსიმალურად მოქნილი ინსტრუმენტები და მექანიზმები იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ბოლო წელიწად ნახევარს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ისე თქვათ ფლაგმანი პროგრამა დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის, როდესაც 2 მილიონზე მეტი, ნახევარზე მეტი მოსახლეობა მოვიცავით საყოველთაო ჯანდაცვით. ეს იყო ყველაზე დიდი მასშტაბური პროგრამა ჯანდაცვის სექტორში და შესაბამისად შემდგომი პრიორიტეტი დადგა არარეგულირებადი სამედიცინო სერვისების რეგულირების ჩარჩოში მოქცევა, მათ შორის სტომატოლოგიური კლინიკების. რაც შეეხება პანდუსებს, როგორც აღნიშნე, პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის ეს რეგულაცია უკვე არის 2013 წელს დამტკიცებული და რატომღაც ჩვენი კოლეგებისგან, ამბულატორიული და პოლიკლინიკური რგოლის კოლეგებისგან, რომლებსაც ბევრად უფრო ნაკლები შემოსავალი და თუნდაც კერძო დაზღვევის სქემებში ჩართული, თქვათ, პაციენტთა ჯგუფები ყავთ, მათგან არ ყოფილა არანაირი პრეტენზია წამოყენებული. რაც შეეხება ჩართვას და კონსულტაციებს, ჩვენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციასთან მიმდინარეობს 60 პროტოკოლზე, ანუ უშუალოდ ტექნიკური რეგლამენტები და ტექნიკური, თქვათ, პროტოკოლების შემუშავებაზე მუშაობა, ამდენად, როდესაც საქმე ეხება უშუალოდ სამედიცინო სერვისის ხარისხის საკითხებს და რეგულაციებს, ჩვენ გავდივართ ძალიან აქტიურ კონსულტაციებს, ხოლო როცა საქმე ეხება არქიტექტურულ და დაგეგმარების საკითხებს, ეს არის აბსოლუტურად სხვა თემა და ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით უშუალო მიმწოდებლების ჩართვაც გადაწყვეტილების მიღებაში. ამდენად ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ნებისმიერ რეგულაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ღებულობს, ჩვენ ხელმძღვანელობთ საერთაშორისო რეკომენდაციები და რეგულაციები და არის მთელი რიგი წყაროები, რომელსაც დაეყრდნა ჯანდაცვის სამინისტრო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ბატონო სანდრო, თქვენამდეც მოვალ ხო უბრალოდ ეს საკითხი მოჭრა. შეიძლება დავაკომენტარო, რეპლიკაც გააკეთეთ. თქვენ დააკმაყოფილა ყველა სტომატოლოგმა, ან ვინც ვერ დააკმაყოფილა, დაიხურა, იტირა სახში წავიდა. რითი უნდა მივიდნენ სტომატოლოგებამდე? ეს კარგი კითხვა. ეს სახელმწიფომ რა გააკეთა იმისთვის, რომ ანუ სახელმწიფოს უკვე უზრუნველყოფილია ეს ყველაფერი. ეს სერიოზული პრობლემაა, არ გვაქვს ტრანსპორტი და გვაქვს საშინელი დისკრიმინაცია და ზუსტად თვითმმართველობის პრობლემაა ის, რომ ამოიღეს ბიუჯეტიდან ზუსტად ის მოხდა, რადგან არავინ არ დაიწყო. მაგრამ მე მინდა ცოტა ასე ვთქვათ, სიცხადე შემოვიტანო. ძალიან გთხოვთ, რომ არ გავაკეთოთ ისე, რომ თელმა საზოგადოებამ დაპირისპირებულ მხარედ აღიქვას შიშიმო პირი, რომელიც მას ართმევს სამსახურს. აქ არის ინტერესთა არასწორი შეწონადობა. აქეთ არის ადამიანი, რომელიც მე დღეს უნება რომ ტკივილისგან კოდები და ვერ შევდივარ სტომატოლოგიურში და იქით არის არ მინდა რომ იქით დავაყენო საზოგადოება პროფესიონალური მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ იქით დადგეს სახელმწიფო რომელსაც აქამდე არ გააკეთა ადაპტირება ანუ ინტერესები სწორედ განსაზღვროთ შიშიმოპირები როგორ უნდა გამოვიდეს ეს ადამიანი სახლები არის ადაპტირებული სახლებიც არ არის ადაპტირებული ქუჩებიც არ არის არაფერი არ არის მაგრამ სტომატოლოგიურ კლინიკამდე აყვანა არის საიდან ვიწყებთ ამაში ვეთანხმები რომ უნდა დავიწყოთ ყველაზე უფრო ურგენტულიდან მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის, რაც ხდება. და ერთი მომენტი, პანდუსები სანამ მოვიდოდით გავარკვიე, არ არის ეს საოცარი თანხები, 600 ლარიდან იწყება. და ყველაზე ძვირი რაც გაკეთებულა პირველ სართულის პანდუსებზე 900. კი, მაგრამ მე-7 სართულზე თუ აქ ადამიანს კაბინეტი, რა ხდება ამ შემთხვევაში? რაიმე შეზღუდვა არსებობს ქალბატონ ბატონო სანდრო თქვენთან მაქვს შეკითხვა. შეზღუდვა რომ მე-9 სართულზე იყო. მე-9 სართულზე მქონდეს ექიმის კაბინეტი. ზოგადად რეგულირებაზე რო ვისაუბროთ, ხაზნელია იმის წინააღმდეგ წახვიდე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის კონკრეტის კონდეს საშუალება და ნუ პირველ რიგში საშუალება უფლებიდან გამომდინარეობს მიიღოს სტომატოლოგი მომსახურება, მაგრამ ის არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ხა საქართველოში არიან პოლიკლინიკები, მათ შორის სტომატოლოგიური და კაბინეტი, რომელსაც უკვე აქვს პანდუსი, ხო? ანუ მათ არ შეეხებათ ეს შეზღუდვა, ამ პირიქით დამატებით ვალდებულების დაგესა შესრულება, მაგრამ არის ასევე კაბინეტები, რომელსაც არ აქვს ჯერ პანდუსი, ხო? ანუ პრაქტიკულად შეზღუდული შეძლების მქონე პირს უნდა ჰქონდეს პირველ რიგში ინფორმაცია, სად არის ეს პანდუსი და სად არ არის, ხო? სასურველია, რასაკურველია, რომ ყველგან იყოს. მე უბრალოდ ეხა ყიფშიძის ქუჩაზე ვცხოვრობ, იქ რამდენიმე წლის წინ კერძო სტომატოლოგიური კაბინეტი გაიხსნა პირველ სართულზე, შეიძინა ბინა, ალბათ კონკრეტულმა ჯგუფმა, ორგანიზაციამ. იქ პანდუსის მოწყობა დაკავშირებულია, რომ ეს პანდუსი უნდა მოეწყოს სადარბაზოში, ძნელია, საჭიროა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს, დროს მოითხოვს და მე ვფიქრობ, რომ ის რომ ეს კონსულტაცია არ გაიმართოს სერვისის მიმწოდებლებთან, ანუ იმ ხალხთან, ვისაც ყოველდღიური საქმიანობა არის სტომატოლოგია, ხო? ეს თქვათ სწორი წარმოდგენა არ არის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში
არ მხოლოდ პაციენტის უსაფრთხოება და ინტერესი, რაც პირველ რიგში უნდა იყოს დაცული, არამედ იმ ადამიანების ინტერესიც უნდა დავიცვათ, ხო? ვინც დღეს სტომატოლოგად მუშაობს და ადამიანები მუშაობენ. ხარჯებს რაც შეეხება, ჩვენ შეგვიძლია სასამართლოში ეხლავე წავიღოთ კეისები, იმიტომ რომ კონვენციას პირდაპირ მოქმედების ძალაა და არა მხოლოდ ლიცენზირების პრობლემა იქნება, არამედ ზიანის თანასწორობას დაეკისრებათ. ანუ გასაკვირველია საშუალება დაიღოთ, იმიტომ რომ ხელმოწერას და კონვენციას შორის ის განსხვავება და ხელმოწერა უკვე ვალდებულებით ნაწილს მოიცავს. თქვენ ვალდებული ხართ უკვე და შესაბამისად ბიუჯეტს უნდა ჰქონდეს გარდა სურვილისა და მოწოდებისა იმის რესურსი და საშუალება, რომ ეს ვალდებულებები შეასრულოს. ეს ხანგრძლივად ეს იყო ჩვენი პრობლემა, ჩვენ ვიყავით ჩვენს უფლებას. გასაგებია რომ გაწეროს, ამიტომაც ყოველგვარ მსგავს საერთაშორისო ვალდებულებს და ალბათ ამ შემთხვევაში ალბათ მაგას დავეთანხმო, აქვს გარკვეული დროითი განზომილება კიდე. და რაღაცის გაკეთება შეგვიძლია 2015 წელს 2015. დღეს საუბრობთ დღეს ახლა საუბრობთ სხვა რაღაცაზე, რომ ეს არის თუ არა. დადგენილებაში არის. დღეს ახლა უბრალოდ საუბრობთ გონივრული მიხედვა მეორე მოხუცი და თუ არ რა შედეგს მოიტანს უბრალოდ ეს ვალდებულება, იმიტომ როგორც წესი რეგულირებასთან დაკავშირებული ხარჯი საბოლოო ჯამში ისევ ფასში აისახება. გასაგებია. სადაც ამერიკის კანონმდებლობას გავეცანი, სადაც არის ამერიკის შიშმოპირთ აქტში ჩანაწერი, რომ არ შეიძლება ფასში აისახოს. გასაგებია, მაგრამ ფასში აისახება შეიძლება ამერიკაში რასიანის ჩაწეროს, მაგრამ შიდა პრინციპი არის უკაცრავად მარტივი პასუხი რომ არა მე მესმის განსხვავებული სიტუაციაა, მაგრამ დავსვავ, აქ არის შემდეგი რამ. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი არის $6,000. ამერიკის სულ მოსახლეზე რეალურ რიცხვებში. ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი არის $50,000 თუ არ ვწდები სულ მოსახლეზე, მე ესე ვიცი, ყოველ შემთხვევაში შეიძლება მეშლება. საფრანგეთის შემიძლია თქვა, რომ არის $35,000 სულ მოსახლეზე. ჩვენ როდესაც გვაქვს ლიმიტირებული რესურსი. ლიმიტირებული რესურსი გვაქვს, ხო? ეხლა სახელმწიფო ოცად თუ არ გაიხება, გვაქვს უმუშევრობის პრობლემა, რომელიც არის არანაკლები საჯარო ინტერესი. იმიტომ რომ აი ნებისმიერი საზოგადოებრივი კვლევა რო ჩაატარო, პირველ პრობლემად დაგისახელებს უმუშევრობას, მეორე პრობლემად დაგისახელებს ეკონომიკას და მე მიდის სხვა საკითხები. ამ შემთხვევაში რომ თქვენ თვითონ ახსენეთ რაციონალური მიდგომა. უფრო რაციონალური ხომ არ იქნებოდა, რომ ვთქვათ იგივე ბანტისტებისთვის მოგვეთხოვა, რომ მათ ქონოდათ, ვთქვათ აი მე ამოვიჩემე, რომ მე მინდა რომ მე ვარ შიშმ პირი და მე ამოვიჩემე თამონა, მინდა რომ თამონა მიმკურნალოს ჩემს, იმას რა ქვია, იყოს ჩემი სტომატოლოგი. უფრო უპრიანი ხომ არ იქნებოდა, რომ ვთქვათ დენტისტები დაგვევალდებულებინა, რომ მათ მიიღონ, კონდეთ ის ფართი, სადაც მიიღებენ შესაძლებლობის პირებს, მაგალითად მემორანდუმი გაეფორმებინათ კლინიკასთან, სადაც არის უკვე ესეთი პირობები, ვთქვათ, დაგვევალდებულებინა, ვთქვათ, შეგვექმნა ისე სახელმწიფოს აიღო ვალდებულება, რომ ვთქვათ, უბანში ერთი კლინიკა ყველა შემთხვევაში მოდის. ანუ ჩვენ უნდა გავყოთ, კამათობთ იმაზე, უნდა იყოს ეს დადგენილება თუ როგორ უნდა განხორციელდეს. მე გეთანხმებით, ამაზე არ ვყოლობ, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს. ანუ თემა არის როგორ. ეს რა თქმა უნდა, მოილაპარაკოთ. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ არ ვკამათობთ იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს. ეს არის აუცილებელი. შეშემოყო პირს უნდა ქონდეს არჩევანის თავისუფლება. არჩევანის თავისუფლება, მას უნდა ქონდეს იქ მისვლის საშუალება, იმიქინთან მისვლის საშუალება, ვისთანაც მას უნდა. ამაზე ჩვენ არ ვკამათობთ, რომ ეს აუცილებელია. უბრალოდ ის, რომ ორთვე ნახევარში როგორ არის შესაძლებელი ამის გაკეთება, როდესაც ეს უმრავლესი კლინიკები სახლების პირველ სართულზეა, სადაც გვჭირდება მეზობლის თანხმობა, იქ ზოგჯერ შემოტრიალებული კიბე, ხო ხდებით, რასაც ვაბობთ. ორთვე ნახევარი არის თუ არ არის, ჩვენ არის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან 8 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, ვიყავით შეხვედრაზე მინისტრის პირველ მოადგილესთან და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებმაც კატეგორიულად გაგვიცხადეს სამწუხაროდ ჩვენ იქიდან გამოვედით გაოგნებულები, რომ 1 მაისიდან იწყება, ჩვენ ვკითხეთ, რომ 13.5 კვადრატული რომ მქონდეს. და მე აქ არა თქვენის 9 კვადრატი 1 მაისამდე უნდა და. თუ არ გექნებათ რა მოხდება? ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა 8 კაციანი ჯგუფის. თქვენ შეგიძლიათ თქვენს არვის კოლეგა ამ შეხვედრას თუმცა გუშინდელი კომენტარი მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებული, რომელიც სწორედ საუბრობდა გონივრულ ვადებზე და გარდამავალ ეტაპზე. ამდენად
საზოგადოებისთვის და ამჯერად მე უფრო დავაყნობი ბატონი დავითის კომენტარს. ეს კონვენციაში არის ზუსტად რაც შეიძლება ორთვე ნახევარს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. მეორე მუხშიც არის გონივრული ვადა მითითებული უკვე ვთქვათ მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის. და კიდევ ერთი ძალიან დიდი მადლობა ანა რომ აღნიშნე რომ ამან არ უნდა მოახდინოს ამ თემამ პოლარიზაცია და გარკვეული დაპირისპირების წარმოქმნა. თქვენ როდესაც საუბრობთ დახურვას და კადრების გაშვებაზე, დახურის თემა აბსოლუტურად არ არის რელევანტური ტექნიკური რეგლამენტისთვის, რადგან ტექნიკური რეგლამენტი რადიკალურად განსხვავდება სალიცენზიო და ნებართვების კანონმდებლობისგან. ამდენად ეს თქვენთვის ალბათ უფრო რა მოხდება აი მაინტერესებს რა მოხდება იმ შემთხვევაში სამონა ვერ დააკმაყოს ფინანსური თქვა ჯარიმები ისიც გონივრული ვადის უნდა გადაიხადოს და შეძლოს მაგრამ ეს არ არის იმდენად თქვა მასშტაბური სანქციები რომელმაც შეიძლება მერყეობს 200 ნეგაციას რომ ბევრი დენტისტია საქართველოში რომელსაც შეუძლია 1000 ლარის აისახოს თუ ვერ გააკმაყოს ალბათ მათ უნდა მოახდინონ არჩევანი პირველ რიგში ეს არის აბსოლუტურად ჰუმანისტური თქვა მიდგომებიდან გამომდინარე და ადამიანის ელემენტარული უფლებებიდან გამომდინარე მათ ისინი ღებულობენ თუ არა მონაწილეობას იმ თემაში რომელსაც ქვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იცით კამათობთ რეალურად გამოდის დროზე კიდევ ერთხელ მეოთხეჯერ ვიდასტურებთ რომ იქნება გონივრული ვადა მაგრამ აქ არცად არ წერია არცად არ წერია არ ვიცი მე მაგ 13 თებერვლის ღარიბაშვილის მიერ მოწერილი დადგენილება მიწერილი ხრილი მაგ მეოთხე ნარატივი მეორე მოხდა კი ბატონო წავიკითხავ ამ ნარატივსაც რატომ წერია მაშინ აქ 1 მაისი თუნა გონივრული ვადა შეტყობინებასთან დაკავშირებით შეტყობინებაში სწორედ შეტყობინება 1 მაისამდე უნდა მოახდინოს ყველა კლინიკამ მაშინ პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსაფრთხო გადაადგილებისთვის და თან რასწორია აქ 2 მაისს სტომატოლოგიური მომსახურების მომწოდებლებისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს 2014 წლის 1 მაისიდან აქ წერია შავით თეთრზე და ის შავით თეთრ წერია მეორე მოხში გარდამავალი პერიოდი და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ რომ მას შემდგომ როდესაც რეალურად მოხდება შეტყობინება, ეძლებათ აბსოლუტურად მოქნილი დროის პერიოდი სტომატოლოგიურ კლინიკებს, რომ შეტყობინება მოახდინონ და რეალურად დადასტურება იმისა, რომ თუნდაც სამუშაოები დაწყებულია მოსამზადებელი, ეს იქნება საკმარისი ჩაითვლება, თქვათ, მისაღებად იმისთვის, რომ ტექნიკური რეგლამენტი. აი, მაინტერესებს შემდეგი რამე. იმ შემთხვევაში თუ მე მაქვს საცხოვრებელი სახლის მე-5, მე-7 სართულზე ნაქირავები ფართი, სადაც მე მაქვს მოწყობილი სტომატოლოგიური კლინიკა. თქვენ ამერიკულ კანონმდებლობაზე საუბრობდით და მე მაგალითად გადავხედე ამას, რეგულაციებს გადავხედე და იქ ვნახე, რომ იქ თქვათ თვითონ ვინც აქირავებს, ისიც ვალდებულია, რომ იქ რაღაც მოაწყოს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ არა გვაქვს საქმე, ხო? აქ არ არის ახლა ხშირად ბინების გაქირავება, ძირითადად საკუთრებაში აქვს ხალხს ბინები და ასე შემდეგ არის ამხანაგობები, ადამიანებს ძალიან უჭირთ, ან ვის დაეკისრება, თქვათ მე-7 სართულამდე პანდუსის მოწყობის ვალდებულება. აი ამ შემთხვევაში მე-7 სართულამდე პანდუსის მოწყობილობის აუცილებლობა არ იქნება, რადგან 7 სართულიან ბინაში, ალბათ გათვალისწინებული იქნება ელემენტარულად არეტება სავარცხელი ანადამი. იცით, ამ შემთხვევაში მაშინ ან არჩევანი უნდა გაკეთდეს, რომ უნდა უღირდეს, თუ კი ესეთი წარმატებული კლინიკაა და პრაქტიკა არის და მათ უღირთ, თქვათ, იგივე თქვათ სივრცეში გაგრძელება საქმიანობის, ის ფინანსური თქვათ სანქციები რაც იქნება გათვალისწინებული, ან უნდა მოხდეს თქვათ ლოკაციის შეცვლა, ან უფრო მისაღები. რეგულაციის მიზანი სხვა არის, რომ ყველა საუგზავნო, ან ყველას ერთნაირ პირობებში ჩააყენო, ხო? უნდა იყოს ახ პაციენტის ინტერესები, როგორც ხალბატონმა ანაბრძანა. და თუ არის კაბინეტი, სადაც არის ეს პანდუსი და მიესწრება ამ ადამიანს. გვერდზე თუ გაიხსნება იგივე სტომატოლოგიური კაბინეტი, ხო? სადაც საშუალება არ არის პანდუსის მოწყობის. არათანასწორ მდგომარეობაში მე დღეს დავვრეკე, გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიზიკურად ჩვენ მოვედით ისეთი ტრადიციებით, საბჭოთა ტრადიციებით სხვათა შორის, სადაც კორპუსი ვერ შეცვლით კორპუსს და არქიტექტურას ამ ეტაპზე, ესე სწრაფად არა, მაგრამ სწრაფად ვერ შეცვლით და გარკვეული დრო და გარკვეული რესურსი დაგჭირდებათ, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ დღეს პირობითად, ხო, დამატებითი ხარჯი დავაკისროთ სტომატოლოგიურ კერძო კლინიკებს, ხო? ეს პირველ რიგში აისახება ფასში, არ არის ეგრე მარტივი, როგორც თქვენ ბრძანებთ.
იგივე პანდუსის რომელსაც სახელმწიფო არ უფარავს, რიგით. მეორე მომენტი ის არის, რომ ამ რეგულირების მიზანი ხომ უნდა ნახოთ რა უნდა იყოს. ეხლა იგივე 14 კვადრატული მეტრი რო არ იყოს და რო იყოს 12 კვადრატული მეტრი. არის ადამიანი, ვინც იტყვის, რატომ აიდა მაინც 14? კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა. აი დღეს მაგალითად მე დავუყურე საფუძველი არა აქვს, ეხლა რომელიღაცა ქვეყანა შეიძლება იგივე ბევრი ეს ლიცენზირება და იგივე ტექნიკურ რეგლამენტ და ნებართვები ფაქტურად მუშაობაზე ხშირად არის ხოლმე ბევრ ქვეყანაში ეს ახლა ევროპულშიც და საკმაოდ განვითარებულშიც გარკვეული ლობირების შედეგი არის ხოლმე, როდესაც რომელიღაცა კლინიკებს აქვს სურვილი რომ დაჩაგროს სხვა კლინიკები. კი ბატონო, აი ამას პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ. ამ შემთხვევაში პანდუზე არ მაქვს საუბარი საერთოდ. ამ შემთხვევაში პანდუზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი ზოგადად ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც არ გამომდინარეობს პაციენტის უსაფრთხოებიდან, იმიტომ რომ დარწმუნებული არ 12 კვადრატულში ისე უსაფრთხოებით იგზნობს თავს პაციენტი, როგორც 14-ში. კი ბატონო, აი ერთი კითხვა მაქვს. დღეს მე ვესაუბრებ თქვათ ჩემ დანტის, იმიტომ რომ მაინტერესებდა დაურეკე დოქტორ როზენბახს ვკითხე რომ რა ხდება შენთან, როდესაც პაციენტს უნდა თქვათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს უნდა შენთან მოსვლა, სად იღებ, იმიტომ რომ მე მახსოვს, მე ვარ რეგულარულად თუ ვისადმე დავდივარ რეგულარულად, ეს არის დანტისტი და მე მახსოვს რომ შენთან არ იყო პანდუსი. მithra ვიცი არ მე მაგ კლინიკასთან, იქვე კლინიკ დორანჟერი არის, იმასთან გაფორმებული მაქვს რომ მემორანდუმი და ნებისმიერ დროს, როდესაც ჩემთან მოუნდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოსვლა, მე მივდივარ იქ და იქ ვიღებ ამ პაციენტს, ანუ მე არავის არაფერს არ ვუზღუდავ. ერთადერთი ისე რომ რადგან მე მაქვს ნაქირავები აქ ფართი, მე მივდივარ სხვაგან. რატომ არ განიხილეთ ეს შესაძლებლობა? მაშინ, როდესაც საფრანგეთში არსებობს ეს შესაძლებლობა იმ ქვეყანაში, სადაც დაზღვევა მოქმედებს, რომელიც სტომატოლოგიის დიდ ნაწილს ფარავს და მოსახლეობას არ აწვება ეს ტვირთად და რატომ არ გაითვალისწინეთ, რომ თქვათ საქართველოში, რომელიც არის ღარიბი ქვეყანა, ყოფილიყო მისცე და არის უმუშევრობის პრობლემა, მისცემოდა შესაძლებლობა დენტისტებს, რომელსაც აქვს კერძო კლინიკები გახსნილი და დაქირავებული ყავთ 3, 4 თუ 5 ადამიანი მოგეხსენებათ რომ ამ პირობებში უნდა გაუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილს, რომ მისცემოდათ ეს შესაძლებლობა, რომ არ დაიჩაგნონ რასაკვირველია ჩვენი სრულუფლებიანი მოქალაქეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ამავდროულად არ დაზარავდეს სტომატოლოგიური ბიზნესი, არ გაიზარდოს უმუშევრობა, არ გაიზარდოს ფასები, რომელსაც სახელმწიფო არ უფარავს. აიცით ისე და ისე ძალიან დრამატიზაცია ხდება ამ საკითხის, განსაკუთრებით კადრების გაშვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს რეგულაციები არანაირად 1000 ლარის გადახდა იოლიგონია. 1000 არ არის საუბარი, იქ არის თანხები 200-დან 500 ლარამდე არის. 200 ლარის გადახდა იოლია? 200 ლარის გადახდა თუ კი არის წარმატებული კლინიკა, არ არის. და თუ არ არის წარმატებული კლინიკა? მათ არის უამრავი შესაძლებლობა რომ გაითვალისწინონ ახალი რეგულაციები და თუ არ აქვს სურვილი რომ თქვა შესაძლებლობის არ ქონა ცოტა არა შესაძლებლობის არ ქონა არასაკმარისი რატომ არ არის ყველა ავტობუსზე პანდუსი გამონაკლისებზე უფრო საუბრობთ ვიდრე რეალურ მდგომარეობაზე და უფრო აი იმ ძირითად დომინანტურ სიტუაციაზე რომელიც არის სტომატოლოგიურ სერვისში რაც შეეხება საფრანგეთის მაგალითს, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას აქვს თავისი რეგულაცია, მაგრამ იგივე ფართებთან დაკავშირებით, როდესაც იყო საუბარი. რატო არ შეიძლება იყოს 12 კვადრატული და რატო უნდა იყოს? საიდან არის სტანდარტი? საიდან არის აღებული? რომ ქვეყნებშია 14 კვადრატული მეტრი ბორმანქანაზე? მოდით დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სტანდარტებით, რომელიც ვეტერანთა ჰოსპიტალის სტანდარტები ერთ-ერთი საუკეთესოა ზოგადად სამედიცინო პრაქტიკაში, მათ აქვთ 11 კვადრატული თერაპიულზე და 22 კვადრატული ქირურგიულზე. ძალიან ხშირად საქართველოში ერთი და იგივე სავარძელზე ხდება როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული ჩარევები. ამდენად თქვათ მოხდა გარკვეული შეჯერება. ავსტრალიის მაგალითი 14 კვადრატული ერთ სავარძელზე, მეორე სავარძელზე დამატებით. ევროკავშირის ქვეყნებში როგორ არის? ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან ხშირად ხდება 7 კვადრატი, 8 კვადრატია. საშუალოდ 10 კვადრატულზე არის ხოლმე საუბარი, მაგრამ უმეტეს რეგულაციებში ითვლება თავისუფალი სივრცე ოთახის პერიმეტრის, რომელშიც არ არის გათვალისწინებული სტომატოლოგიური სავარძელი, ბორმანქანა და საოფისი ავეჯი, რადგან მოგახსენებათ, რომ ეს არის მაღალი რისკის საქმიანობა, ხდება, ყოველთვის უნდა იყოს მზაობა ელემენტარულად სტომატოლოგიური კაბინეტის, თქვათ, გადაუდებელი სამედიცინო სერვისის აღმოჩენისთვის, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელი იქნება ვერ გადაადგილდება. შევა ხომ დატრიალება ძალიან დიდი მადლობა პერიმეტრი ზოგადად. კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს. ევროკავშირში მეტამაშია ევროკავშირის სტანდარტები, მეტამაშია ევროკავშირის სახელმწიფო ესმას როდი ჩვენ პირველად ეს სტანდარტი შეზღუდული შესაძლებლობის ხელმისაწვდომით დავაწესეთ ახალი სტაციონარებისთვის, როდესაც
გაკეთდა მოთხოვნები და დღეს ყველა ახალი კლინიკისთვის ეს ხელმისაწვდომობა არის დაცული, მათ შორის პანდუსით ან ლიფტით. ყველა ახალაშებულ კლინიკაში სხვა შემთხვევაში ლიცენზიას ვერ მიიღებდა. ქაბატონმა ვერ მიიღებდა ლიცენზიას სხვა შემთხვევაში. ან ლიცენზია შევამოწმოთ. იმიტომ სალიცენზიო პირობას ვერ გასცემდა. სალიცენზიო პირობას ვერ გასცემდა, უნდა შეუჩერდეს. თუ ეს პირობა არის, ხო, სალიცენზიო პირობა არის, რომელსაც ვერ დააკმაყოფილებს და სავალდებულოდ ერთ სერვისს იღებს და მეორეს ვერ იღებს. არა, გაწმუნებთ რომ ეს რაღაც შესაბამისად, მაგალითად, კვადრატული მეტრი იქაც დაისვა და თითოეულ საწოლზე, მაგალითად, იგივე პალატაში არსებულ საწოლებთან 8 კვადრატული მეტრი დაწესდა იმისთვის, სწორედ რომ საბარძლის მოტრიალება და გადაადგილება შეზღუდული პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომაც კვადრატებზე რო არ ვიდაოთ. ელექტროეტლებიცით ამ კი ბატონო, სხვა შემიძლია გითხრათ, რომ ეს სტანდარტი, რომელიც მოტრიალებას გულისხმობს, საფირფარეშოებს გულისხმობს, ისევე არის დაცული მას ჩვენ სამავთყოფოებში, როგორც ნებისმიერ სხვა სამავთყოფოში. გასაგებია, მაგრამ ამის გამო ჩვენ ის სტანდარტი, რომელიც აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობა, არის დაცული. ტრიალდება თუ არ ტრიალდება, ჩვენი აზრით ტრიალდება, იმიტომაც არის დაცული. კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს. რატომ არის ევროკავშირის სტანდარტი 8 კვადრატული მეტრი თქვენ ამერიკის თავდაცვის ჰოსპიტალები ახსენეთ. კერძო სექტორში რა ხდება ამერიკაში ეს, იმიტომ რომ ჩვენ არათანაზომადია ხო ადარებდე საბიუჯეტო დაწესებულებას კერძო სექტორს. ამ შემთხვევაში ჩვენ კერძო სექტორს წარმოადგენს. კერძო სექტორში რა სტანდარტია, იმიტომ რომ იქაც არ არის 14 კვადრატული მეტრი და თქვენ საიდან მოიტანეთ? 14 კვადრატული არის ის წყაროები, რომელიც ჩვენ იგივე CDC-ის ინფექციის კონტროლის გაიდლაინებით გვაქვს ამოღებული, ასევე ავსტრალიის შემთხვევაში და დამატებით 14 კვადრატულს ემატება 2 კვადრატული სწორედ ეტლის, ესე ვთქვათ, გადაადგილების ხელშესაწყობად. ევროკავშირში არ უყვართ, ევროკავშირის დირექტივებს თუ კი მიუყვებით, მაშინ ბოლომდე გავყვეთ. რატომ უნდა გავყვეთ ბოლომდე ამ კონკრეტულ გეკითხებს? ევროკავშირის სტანდარტები ჩვენ რო შემოგვე ხო? ჩვენ გვაქვს ელემენტარულ სტანდარტებზე საუბარი, რომელიც გახდა პრობლემა. ევროდირექტივები მარტივი კითხვა მინდა დავსვა. ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ სტომატოლოგიაზე, დავრჩეთ სტომატოლოგიაში და მინდა რომ ამ კითხვაზე მოვისმინო პასუხი. სტომატოლოგიაში ევროკავშირში 8 კვადრატული მეტრი არის განსაზღვრული მინიმალური ფართი. ეს არის მინიმალური ფართი. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძო სექტორში 14 კვადრატულ მეტრზე არ არის 8 თუ 9-ზე არის საუბარი. მე რაც ვნახე, მე რაც წავიკითხე, გავიცანი, გადაცემას რომ ამზადებდი, რატომ ვაკეთებთ ჩვენ ამას? გეტყვით, რატომ გეკითხებით რა? მე თქვენ გირჩევთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომ გადავამოწმოთ. ხომ არ დგას ამ ყველაფერს უკან დიდი კლინიკების ინტერესი, რომ დაიხუროს პატარა კლინიკები, მათ მოემატოთ პაციენტი, შესაბამისად გააძვირონ მომსახურება, იმიტომ რომ ეკონომიკის მარტივი კანონია, რომ როდესაც მოწოდება მცირდება, ფასი იზრდება, ესეა ხო? აი, ამასთან ხო არა გვაქვს საქმე? ეგრევა გადაგემოწმებინათ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმე მეს მოისურვა. ლობირების საკითხი იმდენად აბსურდული კომენტარია, რომ მე არც ვაპირებ ამაზე პასუხის გაცემას. რატო? ლობირების საკითხი, მოდით მაშინ დაუბრუნდეთ ლობირების თემას კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან, რომლებიც წლების მანძილზე აბსოლუტურად რეგულირების გარეშე ახორციელებდა. სტომატოლოგიაში დავრჩეთ. რეგულირების გარეშე, როდის ახორციელებთ, ხო ის რეგულირება სეკუნდებარებოდა. ეს იყო მთავრობის დადგენილება, ეს იყო მინიმალური მოთხოვნები, ეს იყო საფინანსო ზედამხედველობა, როცა რაღაცას იცახეს დოკუმენტებთან, ხოლმე შესაბამისობაში მოვიდეს. მესმის რომ იყო ხარვეზები, იყო პრობლემები და იმ პრემიალური თანხების გადანაწილებაზე აბსოლუტურად უკონტროლოთ, რომელიც პაციენტის სტომატოლოგიაში დავრჩეთ. სტომატოლოგიურ ბიზნესს მიწერთ. სტომატოლოგია ასევე სამედიცინო სერვისია და ამდენად, როდესაც არის საუბარი ევროკავშირზე და თქვათ 8 და 10 კვადრატულზე, ისევ და ისევ უმეტეს სახელმწიფოებში აქ არის თავისუფალ სივრცეზე საუბარი, არა ოთახის პერიმეტრზე და ასევე საუბარია თუ კი ევროდირექტივებს ჩვენ ბოლომდე გავყვებით, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ არა მხოლოდ სტომატოლოგიური სავარძლისთვის არის გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნები ფართის, არამედ მოსაცდელისთვის, რისეფშნისთვის, ანუ მიმღებისთვის, სასაწყობო სტერილიზაციისთვის ცალკე, რომელიც საერთო ჯამში ბევრად უფრო მძიმე ძირითად დააწვევებოდა ჩვენ სტომატოლოგიურ სერვისებს, ვიდრე დღეს მიღებული. კი, მაგრამ მაშინ გასაგებია, ანუ ტუალეტს რადგან ვერ ვაწყობთ, ამიტომ უნდა მოვიგონოთ 14 კვადრატული სტანდარტი, რომელიც არ არის მოგონებული 14 კვადრატული არის. იმიტომ რომ ეს არის მე ჩავხედე, ეს არის საბჭოთა სტანდარტი, რომელიც გამოიყენება რუსეთში, ყაზახეთში, ვთქვით პოლიტიზირებას თემის. არა, პოლიტიზირებას გეტყვი ევროკავშირი. ყველა თემა პოლიტიკურია, შეიძლება მე სამინისტროს წარმოადგენს, სამინისტროს წარმოადგენს და ცხადია რომ ეს თემა პოლიტიკური იქნება. ანას პოლიტიკური თემაზე საუბრობთ, პოლიტიკური ნება არის ამისთვის. კიდევ ერთხელ რამოდენიმე ფაქტორზე გავამახვილებ ყურებს.
საქართველოს. უმეტეს ევროდირექტივებში არის ცალ-ცალკე ქირურგიული და თერაპიული სავაჭრებისთვის ცალ-ცალკე სტანდარტები. დამატებით არის გათვალისწინებული ბიზნეს სივრცეები სტომატოლოგებისთვის და ასისტენტებისთვის. თუ კი რეზიდენტური სტუდენტები არიან და თქვათ სწავლებას გადიან, მათთვის ასევე დამატებითი სივრცეა გათვალისწინებული. ეს ჩვენ ყველაფერი შეგვეჯამებინა 14 კვარტალზე გაცილებით ბევრზე გავიდოდით. უბრალოდ აქ არის საუბარი. მოდი მაგაზე გიწევთ. აქ იყო ერთი ქალი, იყო გახსოვთ ცნობილია მასაჟისტის ისტორია ყბადაღებული, აი მიშა სააკაშვილმა მასაჟისტი ჩამოიყვანა. ხომ გახსოვთ? მან დაწერა რაღაც ბლოგი და ყველაზე მეტად რაც მომხვდა იქ გულზე იყო, წავიკითხე ეს ბლოგი, საქართველოს რო იყო, ლაპარაკობდა ყველა კუთხეში ეკლესია და საუბრობდა იმაზე, რომ ქართულ ხალხს არ აქვს კბილები. კბილები არ აქვს უბრალოდ. აი, გაგიცინებენ და კბილები არ აქვს. და ეს არის საერთო, თქვათ, რაღაცა ეროვნული მდგომარეობა. მე მინდა რომ ნახოთ ჩვენ რეპორტაჟი, რომელიც სალომე ბარკერმა მოამზადა, რას ფიქრობენ ჩვენი თანამოქალაქეები, ძვირია თუ არ არის ძვირი დენტისტის მომსახურება, რამდენჯერ ახერხებენ მისვლას დენტისტთან, მიდიან იმ შემთხვევაში, რომ გადაამოწმონ პროფილაქტიკური მიზნები, თუ მხოლოდ არის, თქვათ, კბილის ამოსაღებად უკვე. ასე შემდეგ. მოვისმინოთ კიდევ უფრო ხას უსმენთ ამ მნიშვნელოვანი იყო საყოველთაო ჯანდაცვის დაწყება. აი მაგალითად მივიდოდით ფაქტია რომ საყოველთაო ჯანდაცვა სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს იმას რომ სტომატოლოგია დაფაროს სახელმწიფო დაზღვევამ, ხო? რამდენად ხშირად გადახარ სტომატოლოგთან? წელიწადში ერთხელ ვაი დავდივარ. წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ. ყოველ 6 თვეში ერთხელ ვამოწმე. 2 თვეში ერთხელ. ან 3 თვეში, რა ვიცი, გააჩინე. თბილისში არ ვცხოვრობ, ამიტომ აქ არ დავდივარ და უცხოეთში რომ 3 თვეში ერთხელ დაახლოებით 3 თვეში ერთხელ. ანუ პროფილაქტიკის მიზნით 4 თვეში ერთხელ ყოველდღიურ გაწმენდას ვიკეთებ, მაგრამ ისე თუ შემაწუხებ. აუ, იშვიათად ძალიან. რატომ? აუ, არც ვაქცენა, ნაკლებად ვაქცენა ყოლა დღესაც ჩემით ვცდილობ რომ მივხედა გვილეს. ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ დამჭირდება და აუცილებლად მივალ. ხანდახან. რა შემთხვევაში? როცა შემაწუხებს. ხშირად არ დავდივარ, იმიტომ რომ ძალიან არ მაწუხებს კბილების პრობლემა. ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში დადიხართ თუ შეგაწუხებთ? დაახლოებით კი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდიხართ ხოლმე თუ კბილად ტკიდებათ თუ სხვა ისე უბრალოდაც პროფილაქტიკის მიზნით? არა, მხოლოდ კბილად ტკიდება. თუ ამ ტკიდება, ისე არა. რამის თუ შემაწუხებს? მხოლოდ ამ შემთხვევაში? როცა შევამჩნევ რომ რაღაც საფრთხეა, მაშინ აუცილებლად პროფილაქტიკის მიზნით არის. ანუ რო შევატყობ, ანუ მაწუხებს, გართულებამდე კი მივდივარ და ვაქცე ყურადღება. როცა კბილი შემაწუხებს, რა თქმა უნდა, მაშინ დავდივარ. ისე არა, ღმერთმა დავიფაროს. ეს ქართველების სენი როცა შეგაწუხებს რაღაცა მაშინ. რა არის ამის მიზეზი თქვენი აზრით? რა ვიცი, მე ვთვლი რომ ეს არის კულტურობა ადამიანის, როცა რაღაცა შეგაწუხებს და მერე მიდიხარ. როგორც წესი, ალბათ პროფილაქტიკისთვის 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა მიეკითხო ექიმს. თქვენ თუ აკითხავთ ხოლმე? არ ვაკითხავ, მეც უკულტუროა. პრევენცია მუდმივად საჭირო არის, მაგრამ სამწუხაროდ ძვირდება და ამიტომ თავს იკავებენ ხშირ შემთხვევაში. საშუალოდ რამდენს ხარჯავთ ხოლმე სტომატოლოგთან ვიზიტისას? წელიწადში ალბათ 500 ლარამდე მეტი არა. თქვენი აზრით ძვირი მომსახურებაა სტომატოლოგის მომსახურება? რაც ხარისხენია ის ძვირია. 100 ლარს დაახლოებით ერთი შტაზე. საშუალოდ ერთ კბილზე 100 ლარი. ძვირია თქვენი აზრით სტომატოლოგის მომსახურება? ძალიან. ძვირი მე რომ მკითხო არ აღებს. რა საკიდან უნდა იაროს მაგათაც ადამიანმა სტომატოლოგთან? როგორც კი კბილები. ხო, რომ მაწუხებს, მაშინ მივდივარ. აი, ბავშვი არ ყოფილა? ბავშვი ჯერ არ ყოფილა. დავშტოდათ სტომატოლოგთან? არა. რატომ? ჯერ არ დაჭირვებია. რა ვიცი, ბავშვს არ დაჭირვებია ჯერ. დადიხართ ხოლმე სტომატოლოგთან? ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ეშინია სტომატოლოგების მაგრამ. ვისი გეშინიათ? აი, მის ფუძის. სტომატოლოგის თუ გეშინიათ? არ მიდიხართ ხოლმე? მივდივარ, მაგრამ ძალიან მეშინია. ძალიან მithumetas ნემსის. არა, კი, ვიყავი რამოდენიმეჯერ, მაგრამ ეშინია მაინც და აღარ ვაფიქრე. და აი, შეგიძლიათ მითხრათ ვისი გეშინიათ კონკრეტულად ნემსის თუ? ისე იმის ხო, ბურგის სიხეთვანში. რავი, გული მიმდის ხოლმე, სულ და ვალინიანის წეთეს მასწავლებელი. სტომატოლოგის ხარ გეშინია? არა. ნამყოფ ხარ? დიახ. რამდენჯერ? ბევრჯერ. ხელი გიოდა თუ უბრალოდ? ტუნი მткиოდა. მე გიშოვა? კარგი, მადლობა. აბულა და დღეს საღამოს 10-ზე იქნება. დღეს საღამოს 10-ზე წავდივარ. გადახვევასავით, ანუ რა დამოკიდებულება მქონდეს არის რომ ეშინიათ სტომატოლოგების
მაგრამ ის არის რომ ახალგაზრდა ბავშვს უკვე აღარ ისმენია და ეს მნიშვნელოვანია პატარა თუ ისინი დადიან ჯერ საშუალო შიშმოპირები არც ერთხელ არ დადიან მე მიჭირავს კვლევა ესე რომ არაშეწონადია ჩემთვის ეს საკითხი შეზღუდულ შეზღუდულ პირებს უნდა ქონდეთ ხელმისაწვდომობა აუცილებლად მე კიდე ერთხელ მინდა გითხრათ ჩვენი წინადადება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წინადადება იყო რომ ერთობლივად შეგვეჯერებინა ეს საკითხი ჩვენ როდესაც სამინისტროში ვიყავით შეხვედრაზე მაშინ ეს წინადადება მივიტანეთ რომ მოეცათ გონივრული ვადა იმისთვის რომ ახალი თანამედროვე ჩამოყალიბებინა ის 14 კვადრატი რომელიც არის უბრალოდ ჩვენს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია არის სოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის წევრი ჩვენ იქიდან გვაქვს ძალიან ბევრი წერილი ყველა ქვეყანაში რა სტანდარტია არ არის ესე რომ 8 კვადრატული მეტრი არის მხოლოდ თავისუფალი ფართის სტანდარტი. ეს არის 8-დან 12-მდე. რაც შეეხება ქირურგიას, ეს არის ყბასახის ქირურგია, იმპლანტოლოგია, იქ გასაგებია, რომ უფრო მეტი დიდი ფართი იყოს, ექსტრაქციაზე არაა საუბარი. როდესაც ოპერაციები ტარდება, გასაგებია, რომ იქ უნდა იყოს ბევრად დიდი ფართი, ვიდრე თუნდაც 14 კვადრატულია. ამაზე არაა საუბარი. აქ არის ჩვეულებრივ სტანდარტულ თერაპიულ ბავშვთა სტომატოლოგიურ მიღებაზე არსად გარდა კიდე ერთხელ აღნიშნავ დღეს რუსეთის, ყირგიზეთის და როგორც სამინისტროში გვითხრეს ავსტრალიის, ოღონდ რა გვინდა ავსტრალიაში, არც როდესაც ევროპისკენ მივდივართ ჩვენ, არც ერთი ევროკავშირის ქვეყანაში სტანდარტით არ არის 14 კვადრატული. ეს არის უბრალოდ საბჭოთა სტანდარტი, რომელიც აი ნელა გადმოვიდა 94 წელს მიიღეს საქართველოში ეს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ და აი ესე ნელ-ნელა უბრალოდ გადმოვიდა აქ. ხო არის შესაძლებელი რომ ეს კანონი, რომელიც ძირითადად არეგულირებს ამ ყველაფერს, ერთობლივად შევიმუშაოთ, დავდოთ თანამედროვე დოკუმენტი და ამით მოხდეს ამის რეგულირება. ჩვენი წინადადება იყო ეს, მაგრამ იქ ისეთი კატეგორიულობით დაგხვდნენ სამინისტროში, არა და არა. ეს იყო იმას ძალიან გასაკვირია, იმიტომ რომ თუნდაც ესეთი დამოკიდებულება არ გვაქვს ხოლმე. ძალიან გაკვირვებულები გამოვედით. მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ საბჭოთა სტანდარტს ძალიან ხშირად ვახსენებთ. საბჭოთა მედიცინა იყო არაფერი თუ არა ძირითადად გერმანული მოდელით, ესე თქვათ, ადაპტირებული თემები. რაც შეეხება ავსტრალიას მოგახსენებთ, რომ ავსტრალიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ანუ კარგი იყო საბჭოთა მედიცინა, მაგის მაგინდა. გერმანულთან რა კავშირი ქონდა საბჭოთა? გერმანულიდან იყო ძირითადად საბჭოური. ის შეიცვალა ტექნოლოგია. თუ არა ფიქის საბჭოურზე გვაქვს საუბარი და რატომ მაინც და 14 და 7. ავსტრალიას რაც შეეხება, ავსტრალიას აქვს პირველი ჯანდაცვის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტები და ზოგადად ავსტრალიაში სტრატეგიული დაგეგმარება ნებისმიერი დარგის განვითარების არის ერთ-ერთი საუკეთესო და აღემატება ძალიან ბევრი ევროპის ქვეყნებს. მე ხალხს დავწერდი საფრანგეთიდან და თუ შეიძლება საფრანგეთზე როდესაც არის საუბარი, ზუსტად 2 კვირის წინ მქონდა საფრანგეთში ვიზიტი და არის ძალიან მოძველებული კანონმდებლობები და რეგულაციები, რომელიც ძალიან დიდხანს მოითხოვს ავსტრალიის მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ რამდენი ფული აქვს ავსტრალიას და რა ფულით ახერხებს ავსტრალიას ამ წუთას რამდენი ფული აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგივე ამერიკის შედარება თქვენ როდესაც გააკეთეთ, ამერიკა ხარჯავს $8,000 თითოეულ მოსახლეზე მედიცინაზე, მაშინ როდესაც ჩვენ გაორმაგებული ბიუჯეტი შემდგომ. და რამხელა ამერიკის ბიუჯეტი? $100 გვაქვს თვითონ მოსახლეზე. დიდარი ადამიანი ზოგადად ბევრ ფულს ხარჯავს ყველაფერზე. აქ საუბარია ღარიბმა ადამიანმა ოპტიმალურად როგორ დახარჯოს ფული, ხო? არა, მე ვფიქრობ ცოტა სხვადასხვა სიბრტყეებში საუბრობთ. როდესაც რატო საუბრობთ სხვადასხვა ღარიბი ადამიანი ხო უკეთესად გეგმავს, უფრო მეტი მოეთხოვება, უფრო ოპტიმალური დაგეგმა მოეთხოვება. სწორედ ამ $100 ესე თქვა დაფინანსების პირობებში საქართველოს მოახერხა ის, რომ გვაქვს საყოველთაო დაზღვევა, გვაქვს სტრატიფიცირებული თანადაფინანსება, ანუ ჩვენ არ გვაქვს ერთიანი მიდგომა ყველა მოქალაქეზე, უბრალოდ მინდა განმარტო კიდევ ერთხელ, რომ ამაზე ძალიან ხშირად მოდიოდა ოპონენტთა ესე თქვა კითხვები და გითანხმებით, რომ ჩვენ სტომატოლოგიურ სერვისს ვერ ვქარავთ, უბრალოდ არ არის ამის საშუალება სახელმწიფო ბიუჯეტით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი იმ დებატების და ოპონირების ფონზე სწორედ რაც ქონდა საყოველთაო ჯანდაცვაზე, ის რომ სტომატოლოგიური სივრცე რჩება
კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის. მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი ბალანსი დღეს არსებული, ესე ვთქვათ, გადანაწილების სამედიცინო სერვისების და როგორც კი მიეცემა საშუალება სახელმწიფოს, ჩვენ ალბათ გადაუდებელი სტომატოლოგიის კუთხით ვიფიქრებთ თანადაფინანსებას განსაკუთრებით მოწყობილ ჯგუფებისთვის, მაგრამ ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა, უბრალოდ მე მინდა აგიხსნათ, რატომ ვერ შედის დღეს სტომატოლოგიური მომსახურება სახელმწიფო, თქვათ, პროგრამებში. რაც შეეხება კონსულტირების ეტაპს, ისევ და ისევ მთავარი მიზანი რეგულაციის შემოღების იყო ის, რომ არ კონტროლდებოდა სტომატოლოგია. ჩვენ არ ვიცოდეთ საერთოდ ვინ, როგორ, რა პირობებში აწვდიდა მომსახურებას. ერთადერთი გამონაკლისი იყო 157 კლინიკა, რომელსაც უდგას რენტგენის აპარატი და მათ ევალებათ შეტყობინების რეჟიმი. დანარჩენ სტომატოლოგიურ კაბინეტებზე საერთოდ არ ქონდა ინფორმაცია. ამდენად ეს არის პირველი მცდელობა, რომ მოხდეს ინვენტარიზაცია რეალურად სავალდებულო შეტყობინებით, როდესაც იწყებს სტომატოლოგიური სერვისის მიწოდებას ან აწვდის და უბრალოდ ატყობინებს სახელმწიფოს, მოხდეს შეჯამება რეალურად რა სერვისები გვაქვს, რა ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები. თუ კი ჩვენ აი ამ რეგულაციის დანერგვის შედეგად დავინახეთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, თქვა 90%-ზე მეტი კლინიკებისა ვერ აკმაყოფილებენ ამ სტანდარტს, რა თქმა უნდა, იქნება გონივრული, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ერთობლივად და რატომ მანამდე არ იყო ეს? მანამდე რატომ არ გაკეთდა ეს კვლევა, სანამ აი პრემიერის ღარიბაშვილის ხელმოწერა, ალბათ ის კაცი თავის პატივს ცემს, მათ შორის თავის ხელმოწერას. კვლევა ყოველთვის დიდი პრობლემაა. რატომ არ ჩატარდა კვლევა, რა ზიანს მიაყენებდა და cost-benefit ანალიზი რატომ არ ჩატარდა იმის ამ დადგენილების? იცით, cost-benefit ანალიზი მოდით აი დადგენილებაზე, მაშინ როდესაც საუბარია იგივე შშმპ-პირთა, პირთა, ისე თქვა, სივრცის მოწყობის საკითხზე აბსოლუტურად მიზანად დაწესებული. ძალიან ადვილია სპეკულირება ამ თემით, ხო? ისევ და ისევ მე მოგიყვანეთ მაგალითები, რას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, შეჯერებული და მაქსიმალურად რაციონალური ქართული რეალობისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვაკეთებთ გამიჯვნას ქირურგიული და თუნდაც თერაპიული კაბინეტებისთვის. ეს იყო ის სტანდარტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ჩათვალა შესაბამის წყაროებზე დაყრდნობით, რომ იქნებოდა მისაღები. ჩვენ არსებობს ეს კვლევას, ვის საფუძველზე? რა თქმა უნდა, არსებობს ლიტერატურული მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც მოხდა შეჯერება ამ სტანდარტთან. და სტატისტიკა არსებობს, თქვა, იგივე რამდენ პაციენტი იღებს, იგივე რომ არის 500 თუ 1000 ლარი. სწორედ სტატისტიკის პირველი ინფორმაციის შესაგროვებლად, იმიტომ რომ არ არსებობდა საერთოდ რეესტრი სტომატოლოგიური სერვისების, ვიწყებთ ჩვენ პირველ ბაზისურ იყოს რეესტრი, შემუშავებული იყოს ვალდებულება ყველა კლინიკას მიეცა და იქიდან გამომდინარე, რომ ვამბობთ, რომ თუ 90%-ს არ შეიძლება ეს, მაშინ რაღაც გონივრულ ვადას შემოვიღეთ. ხელმოწერას უკან წაიღებს ესე გამოდის. ქაბატონო, თქვენთან მექნება ეს შეკითხვა ზუსტად ამას, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აი ეს კარგი ინიციატივა, ნამდვილად კარგი ინიციატივა და ზოგადად კარგია თუ ყველანი მიდრები ვიქნებით, ყველანი ვიქნებით მუდმივად ახალგაზრდები, ჯანმრთელები და საერთოდ არ დაგჭირდება დენტისტი არასოდეს. კარგია ეს და არც შშმპ პირები იქნებიან, იმიტომ რომ ყველა იქნება ჯანმრთელი, მაგრამ ეს ასე არ არის. ის შეზღუდული შესაძლებლობის პირი უნდა გამოვიდეს სახლიდან. ის ადამიანი დღეს ვერ გამოდის სახლიდან თავისუფლად, იმიტომ რომ მას არ აქვს პანდუსი, ხო? ესეა. ის ადამიანი უნდა ავიდეს ავტობუსში, ჩაჯდეს ავტობუსში და მივიდეს კლინიკამდე უნდა მივიდეს, ხო? ასეთი ავტობუსებიც არ არის, იმიტომ რომ თქვენივე ინფორმაციით აი ამ საკრებულოს და მერის დაპირისპირების ფონზე ის 60 მილიონი აღმოჩნდა, ამაზე უარის თქმა ამოვარდა, თქვა საკრებულოს მოთხოვნით მერის ბიუჯეტიდან. ანუ სახელმწიფოს არ აქვს უზრუნველყოფილი არაფერი იმისთვის, რომ ეს ადამიანი კლინიკასთან მოხვდეს და ამ დროს კლინიკას თხოვს პანდუსის მოწყობას. თავისთავად უკუღმავთა საქმის დაწყება ხომ არ არის. ჯერ იმ ადამიანებს სახლიდან გამოსულიყვება. თქვენ რაში გეთანხმებით, თამარა? აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ პოლიტიკა უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ანუ მე ჯერ კვლევა მჭირდება ნამდვილად. ამას დიდი ხანია ვამბობთ. ჩვენ სამინისტროს ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მაგრამ რაღაცებში ვეთანხმებით. ანუ მაგალითად გვაქვს სამოქმედო გეგმები, რომელთაც არ აქვთ არანაირი კვლევა, არც ვაფასებთ, გავაკეთებთ, ბიუჯეტირება არ ხდება. ამაში გეთანხმებით აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, კვლევა უნდა გაკეთდეს, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ არ გაქვს ტრანსპორტი, რატომ იწყება, ანუ კვერცხის და ქათამის ამბავია, საიდან
ვიღაცები გამოდიან, მაგრამ მაინც ვერ შედიან. ხვდებით? ვიღაცები მაინც გამოდიან. და ერთ კლინიკაში ვერ შე. აი ეს კვლევა მეუბნება უნივერსიტეტში. ასე მინდა მივმართო პროფესიულ ასოციაციას. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი რესურსი. მანამ სახელმწიფო დაიწყებდა ამაზე ზრუნვას. თუ თქვენ უკვე შესთავაზებდით იდეებს, იცით თქვენი ექიმები ძალიან ბევრი იდეები აქვს შესთავაზებული სამინისტროში. მე რომ ეშინიათ შიშიმპირების. მე მაგ წინ ბატონ ზურაბ ალხანიშვილის კვლევა გენიალური, სადაც ეშინიათ რომ ან გადაედებათ შიშიმპირობა, ან რომ აგრესიით თავს დაეხმებიან. ეს სტერეოტიპია. ექიმები საზოგადოების წევრები არიან სამწუხაროდ. პროაქტიულად მიუდგებით ამ საკითხს და ანუ მანამ სამინისტრო დაიწყებს რეგულაციების დადებას, უკვე გექნებათ შეთავაზებული იდეები. მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შეთავაზება იყო სამინისტროსთან. წინა ხელისუფლების პერიოდშიც და შემდეგ ძალიან ბევრი წერილია იმიდან ასოციაციიდან შესული, მაგრამ არანაირი გამოხმაურება ამას არ ქონია. ეს იხება თავიდან თამარ, თქვენ თუ აპირებთ რომ აი ეს დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროთ? რა თქმა უნდა, ვაპირებთ. ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და 3 თვე არის ვადა, როგორც ვიცი, ამ გასაჩივრების და ჯერ ჩვენ გვაქვს ვადა ამ ჩვენ არ ვითხოვთ, ანა, კიდე ერთხელ გამიგეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, შედეგად მიიღებთ რომ ერთი ვერ მიიღონ, ან მეორე თელმა საზოგადოებამ გადაწყვეტს, რომ შიშიმპირების ურთულობით ცხოვრებას. დამაკმაყოფილებელი იქნება, რომ თქვა, ერთით ყველა უბანში, თქვა რაღაცა უბნებად დაიყოს თბილისი, იყოს ერთი კლინიკა. არა, კონდეს ყველას. ჩვენ არა ვარ წინააღმდეგ, ყველა კლინიკას კონდეს, თუნდაც მე-7 სართულზე არსებულ კი რაღაც ლიფტი მოეწყოს, რაღაც, მაგრამ ეს უნდა იყოს გონივრული ვადა და არა კონვენცია, რომელიც არის პრიმატი, რომელიც არის პირდაპირ მოქმედებს, გვეუბნება, რომ თანდათან პროგრესული რეალიზაციით უნდა მოგატონო. კონვენციის რეალიზება 14 კვადრატული მეტრი ხო უნდა დავიწყო. სამინისტრო მან განცხადება გააკეთეს, სტომატოლოგიური საზოგადოება არის ძალიან დაძაბული. მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენ სანამ წერილებს ვაგზავნიდით სამინისტროში, პრემიერთან, პარლამენტში, იყო მოლოდინის რეჟიმში, იმიტომ რომ ჩვენ არ გამოქონდა ეს ინფორმაცია, გარეთ რომ ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას იმ ადამიანებთან, ვინც ეს კანონი მიიღო. აი შებოჭილი ელოდება მთელი სტომატოლოგიური საზოგადოება რა მოხდება. და ჩვენ როდესაც მივედით სამინისტროში, იქიდან გვით კი ბატონო, გააკეთე ფებრუარს, როდესაც გამოვიდა ეს დადგენილება, თქვენ მაშინვე რატო თუნდაც თუკი არ გნებავთ? იმიტომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირა გააქტიურდა ეს თემა და ისე წერილები ნახოთ სამინისტროში, როდიდან დაიწყო იმის მოთხოვნა, რომ შეხვედრა მოხდა. აუცილებლად ნახავთ. იმიტომ რომ ეს ბოლო ერთი კვირა, იმიტომ გააქტიურდა, რომ ბოლო ერთი კვირის წინა კვირას შევხვდით ჩვენ არ გვინდოდა წინასწარ დაგვეწყო, რომ მე არ ყოფილიყოთ, მაგრამ ჩვენთან მოლაპარაკების ცდელობა არ ყოფილა და ისე წავიდა ამ თემაზე საუბარი. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში შევხვდით სამინისტროს წარმომადგენლებს და იქიდან გამოსული დავიწყეთ მე საზოგადოებაში ამ თემაზე საუბარი. ეს რა თქმა უნდა შეხვედრას არ ვეცდებოდი, ამდენად არ შემიძლია შეფასების გაკეთება. ბატონ ანდრეას უნდა და რაღაც ითქვა და უნდა დავამთავრო და იმედი ვიქონია რომ ეს ყველაფერი ნებისმიერ რეგულაცია თავისთავად ის პაციენტის თუ უსაფრთხოებას ემსახურება ძალიან კარგია. ამის წინააღმდეგი არავინ არ მით უმეტეს თუ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის პირების ხელმისაწვდომობას დის ფიზიკურს ამ შემთხვევაში, ხო? ისიც ძალიან კარგი. მაგრამ ყველაფერს უნდა რაღაცა გონივრული ახსნა მოეძებნოს, ხო? თუ რაღაცა კლინიკები იხურება ამის შედეგად, ხო? უნდა თქვათ ეს კლინიკების დახურვა, რა სიკეთეს მოუტანს. რა სიკეთეს მოუტანს ან შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირს, ან ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც შეიძლება უბრალოდ გაუძვრიდეს ეს მომსახურება. სხვაფერს შედეგს არ მოიტანს რეალურად. მაგრამ თუ თქვათ ჩვენი გზით წავალთ, რომ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირს დღევანდელ რეალობაში შეიძლება ვერ მივიდეს კონკრეტულ სადარბაზოში მოწყობილ კაბინეტში, ხო? რომელსაც არ აქვს თქვა 14 კვადრატული მეტრი ერთ სავარძელზე, მაგრამ არსებობს და ფასით კონკურენციას უწევს ისეთ კარგ კლინიკას, სადაც შეიძლება 14-ზე მეტი კვადრატულიც არის, პანდუსიც აქვს ყველაფერი. მე უბრალოდ ხა არსებობს რისკი იმისი და ალბათ უნდა მაგათ დავგვეთანხმო, რომ შეიძლება ამ კონკრეტული რეგულაციებით ელიტურმა კლინიკებმა მიიღონ გარკვეული პრივილეგიები და შეიზღუდოს კონკურენცია კლინიკებს შორის. დაიხურება ძირითადად ეს პრობლემა შეექმნება ისეთ კლინიკებს, რომლებიც დაბალი ფასის მომსახურებას აკეთებს იმის გამო, რომ ნაკლებ ქირას იხდის, ხო? ნაკლებად აქვს საშუალება პანდუსი მოაწყოს
და საბოლოო ჯამში ამას შეიძლება ის შედეგი არ მოგვიტანოს, რაც ჩვენ გვინდა, ხო? აქედან გამომდინარე, არ აქვს უფლება მე მგონი იგივე სტომატოლოგთა ასოციაციას რომ დასვას ეს კითხვები, ხო? იმიტომ რომ მასში გაერთიანებული არა მხოლოდ თქვათ როგორც ხელმძღვანელი ისეთი კლინიკა, სადაც ერთი კლინიკის გაკეთება ღირს $100, ხო? არამედ ისეთი კლინიკა, სადაც ღირს 80 ლარი ან 40 ლარი, ხო იგივე. საკონსტიტუციო ვერ გასაჩერებთ, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არანაირად არ არის. მოდი, ისე ალბათ მე შვიდეჯერ ვაშერებ ეს რომ გონივრული ვადა გარდამავალი ეტაპის იქნება, ეს არის გათვალისწინებული უშუალოდ დადგენილებაში, რაც შეეხება ისე და ისე რაღაც ლობირების ელემენტებს დიდი კლინიკებისგან, ბატონო ანდრია თქვენს პერიოდში არ იყო, მაგრამ მე მგონი თქვენს შემდგომ პერიოდში იყო, როდესაც თბილისში დაიხურა ნახევარზე მეტი პოლიკლინიკები, იმიტომ რომ მოხდა თქვათ შედარებით, არ ვიცი, უკეთესად პოზიციონირებად პოლიკლინიკებში გადაყვანა იძულებით არათავისუფალი არჩევანით პაციენტების. რაც შეეხება დიახ თბილისს ძირითადად კი ნახევარი პოლიკლინიკები დაიხარა და მაშინ არ გაჩენილა კითხვა რა ეშველებოდა სტომატოლოგიასთან რა კავშირი აქვს? ალბათ პირად რომ თქვათ რომ აი რა ცუდი იყო ის და ამიტომაც რა მე მიდაგიხარ თუ არანაირი კავშირი არ დახურვასთან არ შეერთებასთან პირადად არ მქონია თუ ჩემ პირადად საქმე და თუ გინდა თქვათ რომ იქ რა ცუდი ხდებოდა მოი 14 კვადრატული გავაკეთოთ არა ეს სხვადასხვა არგო ცოტა ისე გამოდის სხვადასხვა შედეგებს ვაკეთებ უბრალოდ თქვენ ბეროტროგრამების პოლიტიკოსებს წანდებით ამიტომ ვერ მოგიგებთ ამ კუთხით არა მოგებას დებატებში ჩვენ არ ამბობია რომ ეჯიბრებით ერთმანეთს შეგვიძლია გარდამავალი ეტაპი იქნება კიდევ ერთხელ ვადასტურებ დახურვის თემა ტექნიკურ რეგლამენტით არ რეგულირდება და ამდენად ეს არ არის ავტომატურად არ დაიხურება და მოდით დაველოდოთ შედეგებს, დაველოდოთ პირველ შეტყობინებებს, ვნახოთ რეალურად რა ინფრასტრუქტურული პირობები გვაქვს და მერე შემდგომ ვისაუბროთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. ჩვენ იმედი მოგიქონიოთ, რომ სტომატოლოგიური კლინიკა და ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკები და ჯანდაცვის სამინისტრო მოილაპარაკებენ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მე ყოველ შემთხვევაში, რომ აქ არ არის ლობისტური ინტერესი და დიდი კლინიკები არ ცდილობენ პატარა და შედარებით აფასიანი კონკურენტების ჩამოცილებას, იმიტომ რომ როდესაც მსგავსი ტიპის რეგულაცია ესე ორ თვეში ყოველთვის არის ნებისმიერი кейსები 1000 არსებობს ესეთი რომელიც ის არის დიდი იმედი გვაქვს რომ პირველ რიგში შეზღუდული შესაძლებლობების პირები შეძლებენ სახლიდან გამოსვლას ავტობუსში ჩაჯდომას და მისვლას იქ სადაც მას მომსახურება სურთ და თუ თქვათ იმ კლინიკაში პანდუსი არ დახვდებათ შესაძლებლობა ექნებათ რომ იმ ექიმის მომსახურებით ისარგებლონ მაგალითად სხვაგან გვერდზე კლინიკაში იმავე უბანში და ისექიმი მოიმსახუროთ, რომელიც მას სურს. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. თუ რამის დამატება გსურთ, ძალიან მოკლედ შეგიძლიათ დამატოთ, თუ არა და გადავაცილე ყველა დროს და უნდა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და ასოციაციას და სტომატოლოგთა საზოგადოებას შორის მოხდება კონსენსუსი და მივალთ და ზოგადად კარგი იქნება თუ სახელმწიფო ხაირათიანად გახარჯოს. ჩვენი მოთხოვნა გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, რომ ჩვენ გვინდა ასეთი რეგულაციები მეტი. საზოგადოება შეეჩვიეს, რომ კონვენცია რატიფიცირებულია, ჩვენ მოვითხოვთ მეტს და მეტს. კი ბატონო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი კვილის მკურნალობა კიდევ უფრო არ გაძვირდება გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო.